მადლობთ ბენს, დიდი მადლობა. მოგესალმებათ ვანო შოუ მთავარი იუმორისტული შოუ მთავარ არხზე, ძვირფასო მეგობრებო. ვიწყებთ მთავარი თემით და მთავარი თემაა დიდი ნაპრალი. ოღონდ ვაშლიჯლივს არა. ამჯერად ოცნების ნაპრალი, ოცნებაში გაჩენილი დიდი ბზარი, ძვირფასო მეგობრებო. დიდი ბზარი. ესე იგი, ქართული ოცნებას ტოვებენ გახარიას მომხრე დეპუტატები. 2 დღის წინ 6-მა დეპუტატმა დატოვა ქართული ოცნება. მოკლედ, ბევრი იფიქრეს ოცნებაში. ამ პოლიტიკური კრიზისის ფონზე რა ვქნათო და ბოლოს რამე იფიქრეს, არ იცით, გეიყვნენ შუაზე და დაიწყეს გალობა. მოკლედ ხომ არ მოგასვენებენ რა, ხომ არ მოგასვენებენ, აღარ ვიცი რა ვქნა რა. ახლა ამათ მოუფიქრე კიდე ახალი სახელი. ესე იგი, ნაციონალები, ნაცები ხო არიან, ნაცები, ქართული ოცნება არის ქოცები. ესენი არიან ქოცები, ოღონდ გახარიას ქოცები, გახქოცები. მოდი ესე დავარქოთ, გახქოცები, ანუ გახქოცები, ანუ გოცები. გოცები. მორჩა, გადაწყვეტილია. დღეის ამას იქით ქართულ ხალხში თქვენ იწოდებით როგორც გოცები. ბრძანებას ვაწერ ხელს მე, პინდა გითხრათ, პირდაპირ, გახქოცები. დაიმახსოვრეთ ხო, გახქოცები, გოცები. მოკლედ, გამოვიდნენ ბრიფინგზე ეს ყოფილი ქოცები უკვე გოცები. და კარგად. და განაცხადეს, რომ ჩვენო მივდივართ ოცნებიდან და ვიწყებთ ახალი პარტიის მშენებლობასო. ჩვენ უნიკალური შემთხვევის მოსწრე გავხდით მეგობრებო. ეს არის ქართული ოცნების განგური. დიახ, გაზაფხულია და ქართული ოცნება იცვლის ტყავს. ესე ხდება ხოლმე გაზაფხულზე გოცების სახით ტყავი იცვლება. გოცები ამბობენ. გახქოცები, ანუ გახქოცები, გოცები, ანუ ეს უნდა ჩავიბეჭდოთ ტვინებში. გოცები ამბობენ, რომ გახარიასთან ერთად იწყებენ პარტიის მშენებლობას და ეს სიმართლეა, ისინი მართლა იწყებენ პარტიის მშენებლობას და დარწმუნებული ვარ, საკმაოდ დიდ შენობას წამოჭიმავენ, მაგრამ მშენებლობაში როგორ არის, იცი? მიწა თუ სხვის სახელზეა გაფორმებული, ხო? იმ მიწაზე აშენებული შენობას მისი მესაკუთრის იურისდიქციაში რჩება. მიხდით ხო? როგორი ისეთი ჩამაფიქრებელი რაღაცა. ჩემი აზრით ეს გადასვლა ისტორიაში შევა პოლიტიკური პორტირების სახელით, რატომ პორტირება? იმიტომ რომ ტარიფები შეიცვლება, მაგრამ წინ ინდექსი მაინც იგივე რჩება. ხვდებით ხო რა შესაძლოა? ისე რა გინდათ, გახარიას სცენარის მიხედვით სპექტაკლი სწორად მიდის, ძვირფასო მეგობრებო. ძალიან სწორად, სავარაუდოდ თეატრის დირექტორი ბიძინა ივანიშვილიც კმაყოფილი უნდა იყოს ამ ყველაფრით, იმიტომ რომ აშკარად ტელევიზორებთან ხალხის ანშლაგია. ყველა ამ სპექტაკლს შევცქერით, თან ისე შევცქერით, რომ ნამდვილი გონია. სპექტაკლია ეგ, ხალხო, სპექტაკლი. მართლა კი არ ჩხუბობენ პოლიტიკოსები, მსახიობები არიან ეგენი, მსახიობები, რით ვერ გაიგეთ, ხალხო. გადამრევთ მე თქვენ რა. ძალიან მონდომებით მუშაობს გახარიას პიარი, იმავე დღეს მოგვიანებით ინტერნეტში გავრცელდა გიორგი გახარიას ფოტო. გთხოვთ ვაჩვენოთ ეს ფოტო. აუ მიყვარს. აი ეს სხვა კომენტარს ვერ მოვიფიქრებდი, აი ესეთი კომენტარი უხდება. აუ მიყვარს, აი ეგეთი. ეს კომენტარი ჩემ დაუნებურად აღმოფხვრა. აი ასე გვივრცელებს კვირაში ერთხელ თითო ფოტოს, რომ ყველას რაღაცნაირად აი გულში ჩაგვივარდეს და დიდი სიყვარული გაგვიღვიძოს ბატონმა გიორგი ჩვენში, ჩვენს გულებში. იქნებ იქეთ კვირას ბატონო გიორგი ასეთი ფოტოც რომ დავდოთ, აი მაგალითად რომ გახარია ძილის წინ ფუფულა დათუნიასთან ერთად რო არის ჩახუტებული და რაღაცნაირად საყვარლად და ცოტა სევდიანად რომ შემოგცქერის. ესეთი მინდა რომ შემდეგი კვირას ესეთი ფოტო რომ გამოაქვეყნოთ და ლაიქებიც რომ ბევრი კონდეს, გულები. რაღაცა 20,000 გული, იცი რა 20,000 ცოტა 100 მინდა და რაღაცა ესეთი საყვარლობები, რაღაცა ყოველკვირეული. გახარია ბარით ეს ფოტო ალეგორიული ხასიათის არის, გახარია ამ ბარით დარგო პარტია, ახლა მთავარია ჩრდილოეთიდან დაუბეროს ნოტიო ჰავამ და აიყრის ტანს მცენარე, აიჭრება ცაში, გაიშლება, გაიტოტება და გამოისხამს ნაყოფს, მაგრამ მცენარის ნაყოფი ისევ კარტოფილია, ძვირფასო მეგობრებო. ასე რომ სანამ დასავლეთის ჰავაზე არ გავზრდით მცენარეს, ნაყოფი სულ კარტოფილი იქნება ამ ქვეყანაში. სულ კარტოფილი, აბსოლუტურად, აი, არ გატყუებთ არაფერს. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ხელში ჩაგვივარდა გიორგი გახარიას გამოუქვეყნებელი ფოტოები.
ფოტოები, მაშასე ექსკლუზივი ვანოს შოუში და მინდა შემოგთავაზოთ შემდეგ კვირებში რა ფოტოებს გამოგვიქვეყნებს ბატონი გიორგი გახარია და როგორი სტატუსები ეწერება. მოდით ნახოთ პირველი ფოტო. გიორგი გახარიამ გული გამოგვიგზავნა. ესეთი. შემდეგი ფოტოც ძალიან კარგი იქნება. გიორგი გახარიას კენჭის გავლა აქვს და ტკივილს ვაშკაცურად უძლებს. ესეთი. შემდეგი ფოტო შეიძლება გიორგი გახარიამ გლეხის მანქანაში ზეთი შეცვალა. ესეთია. შემდეგიც ნახოთ გიორგი გახარია შპაკატში ბოლომდე ვერ ჩაჯდა, თუმცა სადა. ეგეთი, კარგია. და ერთიც ნახოთ. გიორგი გახარიას ცრიან ბალახზე ჩაეძინა. ესეთი. რაღაცა საყვარლობა, ესეც თავისებური. მხოლოდ ოცნების გუნდში არ მომხდარა ცვლილება ევროპულ საქართველოშიც EFSAK-ებში, ანუ ხო ხტები EFSAK-ები, ანუ ნაცები, ქოცები, გოცები, EFSAK-ები, ანუ ესეთი ის არის წყობა პარტიების. გიგი უგულავამ განცხადება გააკეთა, რომ გიგა ბოკერიასთან ერთ პარტიაში მუშაობა აღარ გამოდიოდა, რადგან რაც მისთვის პასუხისმგებლობით ახსავსე გადაწყვეტილებაა, ჩემთვის ლამაზად შეფუთული უპასუხისმგებლობაა. რაღაცნაირი კომენტარი გამოვიდა, იცი? ამ წინადადებას პავლო კოელიო რომ მიაწერო, 1-20 გოგო გააზიარებს Facebook-ში. ესეთი განცხადება. უგულავას გარდა პარტია დატოვა ბაქრაძემ, გაბაშვილმა, თარგამაძემ, თარხნიშვილმა და ფაქტიურად ყველამ დატოვა გიგა ბოკერიას და თამარ ჩერგოლეიშვილის გარდა. სიმართლე გითხრათ, მე მესმის ბოკერიასა და ჩერგოლეიშვილის ახალგაზრდა წყვილია, მარტო უნდა ყოფინა და ხო და რაღაცნაირად იყვნენ ეს პარტიაში. კარგი, გოცებიდან და EFSAK-ებიდან გადავინაცვლოთ ასევე ახალშექმნილ პოლიტიკურ მოძრაობაზე. ერთი კვირის წინ მომღერალმა უცნობა შეკრიბა ხალხი, დაანონსა ნაციონალების დასრულება და დააფუძნა მოძრაობა AI-ია. ახლა მთავარია რას უპასუხებს მთავრობა, აი სიხშირე თუ აი თითი. ყველა თითზე ერთად ნუფიქრობთ, რომელიღაცა თითზეა აქ ლაპარაკი. საინტერესო სტრატეგია აქვს უცნობს, ჯერ AI-ათი იწყებს და მერე ნელ-ნელა დაემატება ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა აი ხალხი, აი სიხშირე, აი ტენდერი, აი ფულით სავსე ჩემოდანი და ბოლოს აი ნეტარება. იმიტომ რომ უცნობი შებერტყილია. ესე რომ მოტრიალ პროგრამას კარგს გავს ისე სხვათა შორის. უცნობა განაცხადა, რომ ეს იყო ინტელექტუალური აქციაო. კი, მართალია, ევროპის მოედანზე რომ შეიკრიბნენ, მართლაც რომ ინტელექტუალური აქცია იყო. ჩემი ყურით მოვისმინე. ჩემი ყურით ჟურნალისტმა კითხა აქციის მონაწილეს. ნამდვილად ინტელექტუალური აქცია გქონდათო, როგორ ფიქრობთო? და იმან უპასუხა, იდი ნახვი რა. ზუსტად ესეთი სათნო სახით და ისეთი სახით სიკეთე რომ გადმოასხივებს, ისეთი სახით უპასუხა, ისე საინტერესოდ. რამდენიმე დღის წინ გაიმართა მელიას სასამართლო პროცესი, სადაც ვიხილეთ ნიკა მელიას სრულიად განახლებული ვერსია. კაცმა 19 კილო დაიკლო. მე ერთ რამეზე ვნერიულობ, ის დუტის კურტკა, ხო მოკლე ქონდა, ახლა ძალიან დიდი ექნება. მოკლედ ხო ვერ გაარტყა ზომა რა ამ კაცმა. რაღაცა საშუალო რომ დავიჭიროთ, ხო შეიძლება. ნიკა მელია მოსამართლემ კვლავ პატიმრობაში დატოვა, მოსამართლე რა ბიზნამ დაიტოვა მძევლად, ფაქტიურად იმისთვის რომ ივაჭროს, ახლა ივანიშვილმა, აი ეგაა ჭეშმარიტი ოლიგარქი, კაც ყველა და ყველაფრით შეუძლია რომ ივაჭროს. ყველაფრით, აი ესეთი კაცია რა. ამას რომ მე-18 საუკუნეში ეცხოვრა, იმდენ მამლუქს გაყიდა, ააყვავებდა ოსმალთა იმპერიას, პირდაპირ გეუბნები, მაშინაც მილიარდერი იქნებოდა. პირდაპირ გეუბნები, მაშინაც იქნებოდა მილიარდერი. მელიას პატიმრობაში დატოვება გააპროტესტეს აქტივისტებმა ამ აქციაზე პატრულმა რამდენიმე აქტივისტი შეიძლება ითქვას რომ სრულიად უმიზეზოდ დააკავა ძალიან აგრესიულად იქცევა პატრული და შინაგან საქმეთა სამინისტრო მაგალითად ნამოხან ჰესის საწინააღმდეგო აქცია სადაც მიმდინარეობდა იმ ადგილიდან კარვები აიღეს და ღამით მთელი ტერიტორია დახნეს აი სად გამოგვადგა 1 მილიარდი რომელიც სოფლის მეურნეობაში ჩადო ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო ხნა მართალია აქციის მონაწილეები დაშალეს, მაგრამ რაღაც ხო იხვნება რა ამ ქვეყანაში. გეკითხებით, ხო იხვნება ამ ქვეყანაში რაღაც.
პრინციპში რომ დაუკვირდეთ ძალიან კარგი წამოწყებაა ქვეყნის მასშტაბით, სადაც პროტესტი არსებობს, ის ადგილები ყველა რომ მოხნანთ, მიწათმოქმედებაში ჩვენ ქვეყანა არ გვაჯობებს, მინდა გითხრათ ძვირფასო მეგობრებო. ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძე ჯერ ამერიკის შეერთებულ შტატებში და შემდეგ ბრიუსელში დაიბარეს. ოცნებამ ასე გააჟღერა, რომ ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით წავიდაო იქ, დადისო სამუშაო ვიზიტით. ამ ვიზიტით პირობითად ქვია ზოგადად სამუშაო, თორე სინამდვილეში რას ქვია, ყველამ კარგად ვიცით, აი სკოლაში რაღაცას რო გავაფუჭებდი, ხო, მეორე დღეს მეც სამუშაო ვიზიტით ჩავყავდი ხოლმე დამრიგებელს დირექტორის კაბინეტში. სამუშაო ვიზიტი იყო ჩვეულებრივი, მე ასე მგონია. ხო ამდენი პრობლემაა ქვეყანაში და ხო შეიძლება პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ რაღაც ღირებული მოითხოვო. გაინტერესებთ რას ითხოვს გირჩის წევრი ვახო მეგრელიშვილი. ესე იგი რას ითხოვს მარიხუანის ლეგალიზაციის შემთხვევაში პარლამენტში შევალთო. მოკლედ ამ პოლიტიკოსებმა ეშმაკობა ვერ ისწავლეს. ხედავ საჭირო კაცი ხარ, ხო? ოპონენტებისთვის მნიშვნელოვანი ხო და სანამ საჭირო ხარ დაიფასე რა მაქსიმალურად თავი შეკაი ადამიანო მარიხუანასთან ერთად მოითხოვე მზესუმზირა ცივი წვენი საკაიფო მუსიკები რამდენი რაღაცა სჭირდება ახლა ქვეყნის წისვლას განვითარებას მეტის აი ნამცხვარი მაგალითად რომ უფასო რო იყოს ქვეყანაში იმიტომ რომ ახლა მეგრელიშვილმა ახლა მოწეულზე ნამცხვარი თუ არ მიაყოლა ახლა რანაირად იმუშაოს რომელიმე საკონსტიტუციო ცვლილებაზე და რომელიმე კანონპროექტზე ხო ნუ ისეთი არის რა ცოტა გაშალეთ რა ფანტაზია. მოგმართა თავრობის წევრებს ცოტა ხანი აცადეთ გირჩს და სუშნიაკი რო დაარტყავთ 3 ლიტრიან ატმის კომპოტის სანაცვლოდ შემოვლენ აი გეფიცები არ გატყუებთ 3 ლიტრე კომპოტის კარგი ესეთი ატმის მოგეხსენებათ ქვეყანაში როგორი ეკონომიკური კრიზისი და როგორი ფინანსური მდგომარეობა და ამის ფონზე ძალიან საინტერესო განცხადებას ავრცელებს ეკონომიკის მინისტრი ქალბატონი ნათია თურნავა. მოდით ეს სკრინი ვნახოთ. და ეკონომიკა ცოცხლდება. რომ მოკლეს აღიარეს. ახლა გვეუბნებიან რომ ცოცხლდებაო. ჩვენ ეკონომიკას რომ ხროტინის ხმა ამოდის, ამათ გონიათ რომ ცოცხლდება. ეგეთი იმედის მომცემ განცხადებას ჯობია საკურთხზე იჩალიჩოთ, ხო და რომ გაარკვიოთ თევზზე ვინ მიდის. თევზი გაარკვიოთ, რომ ორნაირი თევზი უნდა იყოს უფრაზე. ეკონომიკის მინისტრის შემდეგ საოცარი განცხადება გააკეთა ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ. ნახოთ ეს განცხადება 2021-2026 წლებში საქართველოს ეკონომიკა 34.5%-ით გაიზრდება. როგორი კაცია, იცით, აი სუფრაზე თამადის მოადგილე რო უნდა იყოს და ბოლოს რო იტყვი რომ მთრალია და პრუტუნობს რაღაცას, აი ეგეთი რაღაცა თქვა ახლა 34.5%-ით გაიზრდებაო ხალხო, გესმით მეგობრებო, რაზე ვლაპარაკობ? ადრე მახსოვს მწვანეების გია გაჩეჩილაძე გამოვიდა და თქვა რომ ლარი რო გამყარდებაო, გახსოვთ ეს კომენტარი. ლარი რო გამყარდებაო, იქნება ქვედაზღვარი დავაწესოთო, რომ იმის ქვემოთ აღარ გამყარდესო, რომ არ დაგვენგრესო ქვეყანა თავზეო. ამაზე მქონდა ერთი ასეთი რეპრიზა, რომ ეს არის უდიდესი რაც კაცობრიობის ისტორიაში ოდესმე ვინმეს უთქვამს. ხო გახსოვთ ეს ჩემი განცხადებას. ხოლო ამ განცხადებაზე ამას ვერ ვიტყვი. რადგან ეს არის გიგანტური ყაობა, ძირფასო მეგობრებო, რაც ოდესმე დედამიწის დაარსების დღიდან ვინმეს უთქვამს. ვერ გაიგეთ. ახლა კიდე უკეთ გაგებინებთ. ამ წინადადების აბსურდულობას გეტყვით ახლა. იაპონიას ეკონომიკური ზრდის პიკი ჰქონდა 1950-60-იან წლებში და მისი მაქსიმალური პროცენტული მაჩვენებელი იყო 7.8%. ანუ დუნდუა გვპირდება რომ ჩვენ 5 წელიწადში შევქმნით 5 ტოიოტას ქარხანას, 4 სონის ქარხანას, 6 მაზდას ქარხანას და ეს იმ ფონზე, როდესაც აგარის შაქრის ქარხანა დავხურეთ. აი ხომ გითხავთ ეს არის გიგანტური რაც ოდესმე დედამიწის დაარსების დღემდე ვინმეს უთქვამს სიტყვასო მეგობრებო, სხვა რანაირად მეტი ემოციას ვერ გადმოვცემ. ძალიან რთულია შეეჯიბრო ოცნების გუნდის წევრებს აბსტრაქტულ და არაფრის მომცემ განცხადებებში, აი მაგალითად ნახოთ ქართული ოცნების დეპუტატ ლადო კახაძის განცხადება. დიდი გამოწვევის წინაშე ვართ, საავადმყოფოს პალატაში წევს დედამიწა. ესე იგი კახაძემ დედამიწა პალატაში წევსო, ზილფიმიანმა განათლების და მეცნიერების სამინისტროს პირიქით თუ გადავარქვათო სახელიო, დუნდუამ 34%-ად გაიზრდებაო ეკონომიკაო, მოკლედ ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომ ოცნების წევრებს აი ხელფასთან ერთად უნდა ურიგდებოდეთ აბი გლუკოზა და
რავი, გართულების შემთხვევაში ბროწეულის ოყნები მაინც რომ მივაშველოთ, რაღაცა მოვიფიქროთ ხალხო. რაღაცა მოვიფიქროთ. მთავრობის გუნდის საოცარი განცხადებების კორიანტელის ფონზე მე მაინც ჩემი ფავორიტი მყავს. ნახოთ, ფრიდონ ინჯიას დეპუტატია ესეც ახალი ინიციატივა. პრემიერის ინიციატივით შეიქმნას შიმშილის დასაძლევი კომისია. არაჩვეულებრივი ინიციატივა. კომისია რო შეიკრიბება, აი შიმშილის დაძლევის კომისია უნდა შეკრიბონ. გაგიგიათ სადმე შიმშილის დაძლევის კომისია, რომელიმე ქვეყანა. ესე იგი, შიმშილის დაძლევის კომისია შეიკრიბება, 1-2 წელიწადში დაადგენენ, ხალხი მართლა შიმშილობს თუ არა. მერე 1-2 წელი კომისია იმუშავებს იმაზე, ხალხი რომ შიმშილობს, რის გამო შიმშილობს. რა არის მიზეზი? მერე 1-2 წელი კომისია იმსჯელებს იმაზე, თუ როგორ უნდა დავძლიოთ ხალხის შიმშილობის მიზეზი. 1-2 წელი იმსჯელებენ, რამდენი ხანი შეუძლია ხალხს იშიმშილოს. ამასობაში ღარიბაშვილის 10 წლიანი გეგმაც წამოგვეწევა და ის 30% ვინც დავრჩებით ცოცხლები ძვირფასო მეგობრებო, ეს ხელებ გაშლები შევეგებებით ჩვენი ქვეყნის გაბრწყინებას და უცნობივით დავიყვინებთ ბიძინა სიყვარულია. აი ეს. დიდი მადლობა. ჩვენ შოუს მუსიკალად აფორმებთ ბენდით ამონა ლეკოიშვილის ხელმძღვანელობით.